რატო არის მნიშვნელოვანი, რომ შენი წუხილი ჩემი წუხილი გახდეს. და მე მგონია რომ ამ პრინციპებს ვეფუძნებით და ეს უნდა იყოს ამოსავალი წერტილი. აი ეს ბრძოლა თანასწორობისთვის არ არის კონკრეტული მდგომარეობა, არამედ არის მუდმივი პროცესი და მცირედი შენელებაც კი ამ პროცესში შენი ბრძოლისთვის, შენ ისევ უკან გაბრუნებს. დემოკრატია და გენდერული თანასწორობა რო ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს. და პრინციპში ეს არის ასევე იმის ილუსტრაცია, რომ როგორც კი დარტყმა მივა დემოკრატიაზე, როგორც რაღაც კონკრეტულ თანაცხოვრების კონკრეტულ მოდელზე და ამ თქვათ ნგრევის მთელ ამ გეგმაში პირველი ნგრევაში ხვდება ხოლმე გენდერული თანასწორობის იდეა. სინამდვილეში ეს ბრძოლა უბრალოდ გენდერის მიმართ არ არის, ეს არის ბრძოლა თანასწორობის იდეის მიმართ და დემოკრატიის იდეის მიმართ. ეს განვითარება, რაც საქართველოს ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში, ბოლო 20 წლის განმავლობაში თუნდაც ძალიან საგულისხმოა, იმიტომ რეალურად აი ამ ცვლილებების დიდ ნაწილს, რომელიც თქვათ დემოკრატიზაციის მიმართულებით მიდიოდა, მას არ ქონია განსაკუთრებული შედეგი ქალთა უფლებებზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიზაციას არ ქონია შედეგები, დემოკრატიზაცია მაინც ბევრად საშიში არის. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ბაზისი, რომელზეც დგას და შენ შეგიძლია მისი გაუმჯობესება, ეს ბაზისი ხელიდან გეცლება. როგორც სწრაფადაც გაიარა საქართველოს გენდერული თანასწორობის კუთხით დემოკრატიზაცია, ისევე სწრაფად მოახდინა მისი დანგრევა და შეიძლება უფრო სწრაფადაც ვიდრე მისი აშენება. ეს ჩვენ გვიჩვენებს რას, რომ სინამდვილეში გენდერული თანასწორობა და ეს იდეა მისი ყოველთვის ასრულებდა სიმბოლურ როლს. პრაგმატულ სიმბოლურობას გულისხმობ ხო და არაღირებულებით სიმბოლურობას. არსი არ ესმოდა არავის, რა როგორ კეთდებოდა პოლიტიკაში, როდესაც ხო სახელმწიფოს მხრიდან ხდებოდა ამის ინკლუზია პოლიტიკის და საკანონმდებლო ენაში და იყენებდა იმისთვის, რომ საკუთარი პოზიციები განემტკიცებინა რაღაც კონკრეტულ დასავლურ საერთაშორისო სისტემაში და როგორც კი მას აღარ დაჭირდა ეს, პირველივე მიადგა აი ამ სისტემას, რომელიც რაღაც მართლა ორ დღეში ააშენა და უკან ჩამოანგრია ყველაფერი. გენდერული თანასწორობის და გენდერული სამართლიანობის იდეა სწორედ გულისხმობს იმას, რომ სოციალური და პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები ადამიანების იყოს დაცული, ანუ მას უწევს ბრძოლა სიტყვისთვის, უფლების მოპოვებისთვის და მე უფლების განხორციელებისთვის. ქალები მართლა არიან ყოველთვის და იყვნენ ყოველთვის იქ, სადაც იყო პრობლემა და სადაც იყო გამოწვევა და თითქმის შეიძლება ვთქვათ, რომ ძალიან ხშირად ისინი დგანან იქ, სადაც ყველაზე მეტად ჭირდება საზოგადოებას მხარდაჭერა. ცოტა ხნის წინ ამბობდით, რომ პროტესტს აქვს ქალის ხმა. გვესმოდა ეს ხმა და იყო ძალიან მნიშვნელოვანი ხმა. ქალები ყოველთვის არიან წინა ხაზზე და ეს ჩანს რეგიონში, მაგალითად რიონის ხეობის პროტესტში, სადაც ქალები ქვეყნის დედებად იქცნენ. ჩვენ ვხედავთ ბალდაში მაგალითად, სადაც ქალები ცდილობენ საკუთარი სოფელი დაიცვან, ეს მდინარე დაიცვან და კანიონი. ხედავთ ქალებს, რომლებიც იბრძვიან საკუთარი შვილებისთვის, შეზღუდული მქონე ბავშვების მშობლები, კონკრეტული რაღაც დაავადების მქონე, ხო, რაღაცა ფიზიკურ დაავადებაზე საუბრობთ, ხო, მშობლები, ქალები ყოველთვის როგორ არიან იქ, სადაც მათ შვილებს, ხვის შვილებს, ხვის ოჯახებს ჭირდებათ მხარდაჭერა და ქვეყანას, ხო, როგორც რაღაცა კონკრეტულ ასე თქვათ მოდელს, ხო, ამ რაღაცას ზრუნის ობიექტის. ანუ ქალები ყოველთვის ხედავენ საკუთარ ქვეყანას და ხალხს როგორც ზრუნის ობიექტს. დასავლურ დღის წესრიგში, თქვათ მოხვედრის გარდა რა არის ის, რასაც ჩვენ დემოკრატიზაცია გვიკეთებს. ის რომ ძალიან ბევრ ოჯახს, მათ შორის იმ ოჯახებს, რომელთა ოჯახის უფროსები ქალები არიან, როგორ ტოვებენ სიღარიბეში, როგორ გამორიცხავენ განათლების აძლევობიდან, როგორ რჩებიან ისინი ხო სოციალურ მოწყვლადობაში, როგორ რჩებიან პოლიტიკის მიღმა, ამიტომ მგონია რომ ეს დემოკრატიზაციის შედეგი კონკრეტულად ქალებსა და გოგოებზე და საერთოდ ხო რაღაცა ამ თანასწორობის იდეაზე კარგად არ გვაქვს გააზრებული და ყოველთვის თითქოს ბოლო ასე ვთქვათ ნიშნულზე გადადის ხოლმე ეს საკითხები. მიუხედავად იმისა, როცა ცენტრალური არის დემოკრატიის ნგრევაში, ანუ მთავარი იარაღი ან ნგრევაში, მაგრამ ყველაზე ნაკლები ყურადღება ექცევა მას.